მათ აქვთ სტრატეგია, რომელსაც ისინი კაგახანია მისდევენ, ეს არის სიმბოლური თარიღების დაკავება. რომ ისინი წერენ, რომ ახალ წელს რაღაცეებზე, რომ აი მათ ძველით ახალი შობა რაღაცები რომ ხო, რომ აი ამ დღეს მათ კონდეთ დაკავებული ეს სიმბოლური ადგილები იმისთვის რომ ხელი შეუშალონ საქართველოს მთავრობას. თან ისინი არის ორი მიზანი არის. პირველი მიზანია რომ ისინი ამით ამბობენ რომ მათ ფსიქოლოგიაში ხო ეს არის რომ ქართული ოცნება ერთის მხრივ ეს არის ტირანი, მეორეს მხრივ ეს არის უსუსური. ხო ეს როგორ არის? ხო, ერთად არის, ეს არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციის ერთდროულად დაცვა. მათ ოპოზიციას აქვს სტრატეგია, რომელიც გულისხმობს რომ ორ მიმართებას, რომ ერთი, რომ ქართული ოცნება ეს არის უსუსური, მეორე ქართული ოცნება ეს არის ტირანი. ეს ლოგიკურად ერთმანეთთან არ ჟდება, მაგრამ მთელი მათი მოქმედებები არის განპირობებული ამაზე. ეხლა შევხედოთ 9 აპრილსაც რა ხდებოდა, რომ მათ უნდათ, იმიტომ რომ დაწერეს კიდევაც იმის ჩვენება, რომ აი ქართული ოცნება ვერ მოვიდა, მათ ჩვენ ამით მოვიგეთ, იმიტომ რომ ვერ მოვიდნენ და მეორეს მხრივ რომ მოსულიყვნენ. იტყოდნენ რომ ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა ტირანია, მათი ევროპელი დაგშალა მათი ევროპელი პარტნიორები მზად იყვნენ რომ იქ დაეწერათ რომ აი არსა დედამიწის ზულზე ასეთი ტირანია არ მომხდარა. დაწერდნენ კი. ხო, ამას წაუგებელი თამაში. ეს იყო აბსოლუტურად წაუგებელი თამაში, თუმცა შალვა აი მანდ არის უკვე პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ ისინი არ ითვალისწინებენ რამოდენიმე რამეს. პირველი, ქართულმა ოცნებამ გაიგო მათი თამაშის წესები. ჩვენ, ასე ვიტყვი, ვიცით უკვე რა სიგიჟეს და რა სიდებილეს აკეთებენ ისინი სულ. შესაბამისად, როდესაც ადამიანები ერთ და იგივე რამს აკეთებენ ძალიან ხშირად, მის წინააღმდეგ კონტრზომების შემუშავება არის აბსოლუტურად მარტივი. აქედან გამომდინარე, ქართულმა ოცნებამ მოიქცა ძალიან ისეთი ჭკვიანურად. მართალია თქვა ჩვენც გუშინაც ვლაპარაკობთ ამაზე რომ მართლა გული გვიკვდებოდა როცა ვხედავდით რომ 9 აპრილის მემორიალზე იდგნენ ადამიანები რომელსაც არანაირი მორალური კავშირი ამ დღესთან არ აქვს მაგრამ ალბათ და ასეც ჯობდა რომ ქართულ ოცნებამ მიიღო გაწყვეტილება და იქ არ მივიდა იმიტომ რომ ამით ჩვენ მოვახდინეთ რა რომ პირველ რიგში თქვით რომ გიჟი თავისუფალია და მართლა იქ მართლა ფსიქიკური პრობლემების მქონე ხალხი და ანგაჟირებული ხალხი, რომლებიც იქ არიან, მათ მიიღეს ის, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ვისთვისაც 9 აპრილი არის მნიშვნელოვანი, შეუზღუდეს იქ მისვლა.